რა არის ყველაზე დიდი ტყუილი, რომელსაც საზოგადოება ახალგაზრდებს ასწავლის? სკოლა გჭირდება, რომ წარმატებას მიაღწიოს. მე ვფიქრობ, რომ სკოლა იყოს გაყოფილი რამოდენიმე ნაწილად. შენ თუ გინდა თქვა ინჟინერი გამოხვიდე, შენ თუ გინდა რომ ექიმი გამოხვიდე, შენ თუ გინდა რომ ადვოკატი გამოხვიდე, სკოლა იყოს მათთვის, ვისაც ეს ამ სპეციალობის არჩევა უნდა. სკოლაში ბიზნესის სწავლება არის სრულიად ტყუილი. ჩემი პერსონალური გამოსახედიდან გავიარე 2 წლიანი კოლეჯი, გავიარე 4 წლიანი კოლეჯი, გავიარე მაგისტრატურა, არაფერს არ გასწავლია ბიზნესთან დაკავშირებით. გასწავლენ იმას თუ როგორ უნდა იმუშაოს სხვა. ხო, ანუ პატარ-პატარას გასწავლიან, მაგრამ მაგასაც გასწავლიან იმისთვის, რომ მოგამზადონ, რომ შენ ბიზნესის სამყაროში ვიღაცაზე იმუშაო, მარკეტინგის გაკვეთილზე. განა იმას გასწავლიდნენ, რომ თქვა, არჩევან მეტა პლატფორმაზე გინდა ადებს გაშვება და Google პლატფორმაზე ადებს გაშვება. მაგას ვერ გასწავლიდნენ. გასწავლენ თუ შეხვედრა როგორ მიდიოდი სამსახურის, როგორი ფეის-ატაცნობას ჩაგეცვა, რომ ანუ იმათ სერიოზულად აღექვი. და ანუ ეს მეც რო გავიგე, შემიცვალა სრულიად ანუ ხედვა სკოლის მიმართ ბიზნესის მხრივ, ბიზნესი თუ გინდა რომ ისწავლო ადამიანმა, უნდა ისწავლო ნამდვილ სამყაროში, hands on. შენ თუ შენი შეცდომები არ დაუშვი, შენ შეცდომებს არ ისწავლე, ისე ვერ ისწავლე ბიზნესს.